ახალი წლის მოახლოება განსაკუთრებით ბავშვებს უხარიათ, რადგან მათთვის წელიწადის ეს დრო თოვლის ბაბუასთან და საჩუქრებთან ასოცირდება. რამდენად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პატარებისთვის თოვლის ბაბუის არსებობის ან არარსებობის ცოდნა. ირმა კურტაინძის სიუჟეტში გაიგებთ. სანტა-კლაუსი ასევე ცნობილი როგორც წმინდა ნიკოლოზი ან უბრალოდ თოვლის ბაბუა, მითიური ფიგურაა მთელ მსოფლიოში. სანტა წერილებს მთელი მსოფლიოდან იღებს და საახალწლოდ ბავშვებს სურვილებს უსრულებს. წითელ და თეთრ ფორმაში გამოწყობილი თეთრწვერა მოხუცი ყველა პატარასთვის საყვარელი პიროვნებაა, რომელსაც შობის ღამეს კარგი ბავშვებისთვის საჩუქრები მოაქვს. თოვლის ბაბუას არსებობის ძირითადად პატარებს ჯერათ, რადგან ბავშვებისთვის ჯადოსნური სამყარო სავსებით რეალურია. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ბავშვებს ჯეროდეთ თოვლის ბაბუის არსებობის. უნდა სჯეროდეს. რა ვიცი, იმიტომ რომ მაინც კაია, როცა რაღაცას გჯერა ბავშვობაში. 6 წლის 7 წლამდე სჯერათ და მე აღარ. უნდა სჯეროდეს. უხარიათ, კაია. არ მყავს პატარები, მაგრამ რომ მყავდა, ვცდილობდი რომ დაიჯერებინათ, მაგრამ ძალიან მალე მიხვდნენ. გარკვეულ ასაკამდე შესაძლებელია ჩემი აზრით და გარკვეული ასაკის შემდეგ არ არის აუცილებელი ირეალურ სამყაროში ცხოვრდეს ბავშვი. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ ბავშვია. ერთ-ერთი სანტასთან ასოცირებული ლეგენდა ამბობს, რომ სანტა-კლაუსის სახლი ჩრდილოეთ პოლუსზეა. მეორე ლეგენდის მიხედვით კი სანტა, მისი ცოლი კლაუსი, უამრავი მაგიური ელფი და 9 მფრინავი ირემი ლაპლანდიაში ცხოვრობენ. პატარების უმრავლესობა სჯერა, რომ სანტა აკეთებს მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ბავშვთა სიას. მათი ქცევების მიხედვით ჯადოსნურ ღამეს კი მათთვის სათამაშოები, ტკბილეული და სხვა საჩუქრები მოაქვს. რამდენად მნიშვნელოვანია სჯეროდეს ბავშვს სანტა-კლაუსის არსებობის და იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ეს მის ფსიქიკაზე. ბავშვთა ფსიქოლოგი გვესაუბრა. თოვლის ბაბუის ტრადიცია იმდენად დამკვიდრებულია და იმდენად ჩვეულებრივი ამბავია ბავშვებისთვის, რომ 2-3 წლის ბავშვს ჩვენ არც რომ ვუთხრათ თოვლის ბაბუის შესახებ არაფერი ვუამბობთ, ის ამას მაინც გაიგებს. თუნდაც საბავშვო ბაღში თანატოლებისგან, ტელევიზიითაც უამრავი გადაცემა, მხატვრული ფილმი, მულტიპლიკაციური ფილმები არის თოვლის ბაბუის შესახებ, ხო? ამიტომ იზოლაცია არაფრით არ გამოვა და ეს არცაა კარგი. აღიარება, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და ეს ყველაფერი ეს არ არის საჭირო. პირიქით, რაღაცნაირად ეს იმედგაცრუებასაც მოიტანს. ფაქტი კი ერთია, რომ თითქმის ყველა ბავშვი მოუთმენლად ელის ახალი წლის დადგომას, იმისთვის, რომ სანტასგან საჩუქარი მიიღოს, რომელიც საახალწლო განწყობას პატარებს კიდევ უფრო უხალისებს.